შეიძლება გააკეთონ, რომ აი ესეთი დაკავებულობის ფონზე მოძებნო სივსე საკუთარი ბიზნეს იდეის ფიქრზე, ან განხორციელებაზე, აი შენ რა გამოგადგა? მაქვს მე მაგისთვის ესეთი ფორმულა, ასავით შევიმუშავე. დაგეგმონ. აი დავუშვათ თუ ოდნავ მაინც რაღაცა იდეა გამიელო, რომ მე ამის გაკეთება მინდა. დაგეგმონ სამსახურიდან წასვლა. თუ დავუშვათ მე 1 წლის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ეს იდეა დავუშვათ 1 წელში შევასრულო, 1 წლის განმავლობაში თუნდაც 5 ლარი გადადონ, რომ აი აქ სადღაცას დაამთავრონ სამსახური, გადადგან ის ნაბიჯი, რომ წამოვიდნენ სამსახურიდან. რომ 1, 2, 3 თვის დანაზოგი მაინც კონდეთ, რომ 3 თვე უხელფასოდ გადარჩნენ. რა თქმა უნდა, უფრო მეტი თუ იქნება, უფრო კარგი, მაგრამ წინასწარ დაგეგმონ სამსახურიდან წასვლა, რომ აი ამ დროს მე მივდივარ, სადღაც 1-3 თვე მაინც რომ გადავრჩე, თუ მკაფიო იდეა აქვს, რა თქმა უნდა. 3 თვე მაინც რომ გადავრჩე, მე ხელფასის გარეშე და დანაზოგი მქონდეს და აი ამ 3 თვეში 3 თვე მიუძღვნა იმას, რომ 3 თვე მიუძღვნა აუცილებლად, ხო. ტვინი უნდა იყოს თავისუფალი, სხვანაირად, აი მართლა ხო გეუბნები, მივესალმები იმ ადამიანებს, ვინც პარალელურად აწყობს დიდი კარიერის პარალელურად დიდი ბიზნესებს. მაგრამ ნუ ჩემ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო.